მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2025 წელი, ამოცანა ნომერი 6. M მასის სხეული მოძრაობს წრეწირზე მოდულით მუდმივი V სიჩქარით. რა მუშაობას ასრულებს სხეულზე მოქმედი ძალების ტოლქმედი პერიოდის მეოთხედშიო გვეკითხებიან. ესე იგი ჩავწეროთ ახლა მოდით მოცემულობა. მოცემული გვაქვს სხეულის მასა M, აგრეთვე ვიცით ამ წრეწირზე მოძრაობის დროს ამ სხეულის სიჩქარე V და რა მუშაობას აინტერესებს, რა მუშაობას ასრულებს ამ სხეულზე მოქმედი ძალთა ტოლქმედი პერიოდის მეოთხედში. ესე იგი T დრო რა დროის განმავლობაში ამ ჩვენ სხეულს უმოძრავია ყოფილა პერიოდის მეოთხედი, T მეოთხედი და გვეკითხებიან განსაზღვროთ ამ სხეულზე მოქმედი ძალთა ტოლქმედის მიერ შესრულებული მუშაობა. კარგით, მოდით წარმოვიდგინოთ სიტუაცია, ავიღოთ წრეწირი. და ნუ დავუშვათ ახლა დროის საწყის მომენტში ეს ჩვენი სხეული, ნუ დავუშვათ აი ეს რაღაც პირველი წერტილი ავიღოთ, აი ეს პირველი წერტილი, იმყოფებოდა იმ პირველ წერტილში. და რადგანაც ჩვენ განვიხილოთ მოძრაობას წრეწირზე მოძრაობის დროს სხეულის სიჩქარე მიმართული არის ამ წრეწირზე გავლებული მხების გასწვრივ, ხო, ასე. ეს არის პირველ შემთხვევაში სხეულის სიჩქარე, ეს არის ჩვენი M მასის სხეული და გამომდინარე იქიდან, რომ პერიოდი წარმოადგენს იმ დროს, რა დროის განმავლობაში ეს ჩვენი სხეული ერთ სრულ წრეწირის სიგრძის ტოლმანძილს გადის, ანუ 360 გრადუსში შემოტრიალდება და ისევ საწყის მდგომარეობას უბრუნდება. შესაბამისად, მთლიანი პერიოდის განმავლობაში თუ ამ ჩვენ სხეულს გაუვლია მთლიანი წრეწირის სიგრძე, პერიოდის მეოთხედში მაშინ გაივლიდა ამ წრეწირის სიგრძის მეოთხედ ნაწილს. ანუ გამოვდის, რომ T დროის შემდეგ ეს ჩვენი მატერიალური წერტილი თუ სხეულიო აღმოჩნდებოდა წრეწირის სიგრძის მეოთხედ წერტილში, აი აქ ეს იქნებოდა მეორე წერტილი, ამ შემთხვევაშიც სიჩქარე მხების გასწვრივ იქნება მიმართული ეს V. ეს იყოს მოდით მეორე წერტილი დავარქვათ ამას. აქ ისე M მასის სხეული გვაქვს. და ეხლა ამ M მასის სხეულზე მოქმედებს ცენტრისკენული ძალა, რომელიც ცენტრისკენ არის მიმართული და ამავე დროს ამ სხეულს ანიჭებს ცენტრისკენულ ლაშქარებას, რომელიც ისიც აგრეთვე ცენტრისკენაა მიმართული. ანუ ამ სხეულზე მოქმედი ძალა, რომ დავწეროთ ახლა ჩვენ, იქნება ცენტრისკენ მიმართული, როგორც თქვით, აი ეს იქნება F ცენტრისკენული, რომელიც თავის ვექტორია M A ცენტრისკენულის და ანალოგიურად მეორე შემთხვევაშიც აქაც F ცენტრისკენული, თოლი იქნება M A ცენტრისკენულის. ხო, ნუ აქ ახლა რა თქმა უნდა ვექტორულად ეს ორი ძალა ერთმანეთის ტოლი არა, თუმცა სიდიდით ერთმანეთის ტოლია. აქ არის ცენტრი დავუშვათ, ცოტა დაბლა დავხატოთ. აქ კი ბატონო და ახლა თუ დავაკვირდებით ჩვენს შემთხვევას დროის უსასრულო მცირე მონაკვეთს თუ დავაკვირდებით და განვიხილავთ ამ დროს სხეულის სიჩქარე და გადაადგილება დროის უსასრულო მცირე მონაკვეთში არის ერთი წრფის გასწვრივ მიმართული. შესაბამისად, გამომდინარე მეორე მხრივ იქიდან, რომ V თავის მხრივ მართობული არის ეს კუთხე, მართობული არის F ცენტრისკენულის და V და გადაადგილება ერთი წრის გასწვრივ არის მიმართული. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს, რომ გადაადგილებაც, ეს ჩვენი გადაადგილება, მოდი ვექტორების გავუკეთოთ, ეს ჩვენი გადაადგილებაც მართობული იქნება F ცენტრისკენულის. ეს ახლა რაში გამოგვადგება? მოდით ჩავწეროთ ახლა მუშაობა ტოლი არის ცენტრისკენული ძალის მიერ შესრულებული მუშაობა ტოლი იქნება ცენტრისკენული ძალის ნამრავლის, სკალარული ნამრავლის გადაადგილებასთან. და ეს კი მეორე მხრივ ტოლია F ცენტრისკენული S კოსინუს ალფა. და გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენი S-ი გადაადგილება და ცენტრისკენული ძალა ურთიერთმართობული არის, შესაბამისად მათ შორის კუთხე არის 90 გრადუსი და კოსინუს 90 გრადუსი ნულის ტოლია, შესაბამისად იქნება 0 და აქედან მუშაობა გამოგვივა ნულის ტოლი. შესაბამისად, საბოლოოდ რომ დავწეროთ პასუხი, ცენტრისკენული ძალის მიერ შესრულებული მუშაობა ტოლი გამოყოფილა 0-ის. პასუხი E.